ჭიათურელების დიდ ნაწილს საჭმლის ფულიც კი არ აქვს. ქალაქი იმყოფება უმძიმეს მდგომარეობაში. ადგილზე არის პრაქტიკულად ჰუმანიტარული კრიზისი. აუცილებელია სასამართლო დავის წამოწყება. რამდენიმე დღის წინ ჭიათურელმა მაღაროელებმა კომპანიისგან მიღებული SMS-ით შეიტყვეს, რომ ისინი სამსახურიდან გათავისუფლებოდნენ და კომპანია ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ გააგრძელებდა, რაც პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ მაღაროები იკეტებოდა. უნდა ითქვას, რომ ამ SMS-ის მიღებას წინ უძღოდა რამდენიმე თვიანი სამუშაოების შეჩერება კომპანიის მხრიდან, კერძოდ ნოემბრიდან ჭიათურაში მაღაროები აღარ მუშაობს და მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს 4 თვე რეალურად მაღაროელები სრულ ხელფასს არ იღებდნენ და მათ ერიცხებოდათ მხოლოდ ანაზღაურების 60%. თუმცა უნდა ითქვას, რომ თებერვლის ბოლოს მათ ეს კუთვნილი 60%-იც არ მიუღიათ. ალბათ უნდა ავხსნათ, რომ კომპანიასა და პროფკავშირებს შორის გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების მიხედვით, ასეთი სამუშაოების დროებითი შეჩერების დროს კომპანია მაინც არის ვალდებული 60% გადაიხადოს ხელფასის და ასევე გააგრძელოს დაზღვევის მომსახურება. ჭიათურელები ამბობენ, რომ ნაწილისთვის არის უკვე მეორე თვე, ხო, რაც მათ არ მიუღიათ ხელფასი, თუმცა ნაწილს არც იქამდე იანვარში ჩარიცხვიათ. ანუ ეხლა გვაქვს ესეთი მდგომარეობა, რომ ჭიათურელ მაღაროელებს 2-3 თვეა ხელფასი არ აუღიათ. შესაბამისად, ადგილზე არის ეხლა უმძიმესი მდგომარეობა და ჭიათურელების დიდ ნაწილს საჭმლის ფულიც კი არ აქვს და მნიშვნელოვანია, რომ ეს სათანადოდ გავიაზროთ, რომ მთელი ქალაქი პრაქტიკულად დამოკიდებულია მაღაროდან მიღებულ ხელფასზე, ანაზღაურებაზე. ეს ანაზღაურება უკვე რამდენიმე თვეა მათ არ მიუღიათ და ქალაქი იმყოფება უმძიმეს მდგომარეობაში. რამდენიმე დღის წინ ჭიათურელებმა დაიწყეს თანხის აგროვება და ამ შემოწირულობებით ისინი პროდუქტებს არიგებენ მშრომელებისთვის, იმიტომ რომ სხვაგვარად ამბობენ, რომ შეუძლებელია თავის გადანა. რადგან არის ასეთი მდგომარეობა, ეხლა გადაუდებელია, რომ კომპანიამ გაიაზროს, რომ ადგილზე არის პრაქტიკულად ჰუმანიტარული კრიზისი და დაუყოვნებლივ გადაიხადოს ის სახელფასო დავალიანება, რაც მას ევალება ხელშეკრულებით. და აქვე ალბათ უნდა მოვუწოდოთ პროფკავშირების გაერთიანებას, რომლებიც წარმოადგენენ მაღაროელებს კომპანიასთან ურთიერთობაში და ისინი არიან კოლექტიური ხელშეკრულების მხარე, რომ მათაც დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები, რათა აიძულონ დამსაქმებელი მშრომელებს ჩაერიცხოთ ხელფასი, მათ შორის აუცილებელია სასამართლო დავის წამოწყება, იმიტომ რომ როგორც ვთქვი, დრო არ იცდის და ეს ხალხი მართლა უმძიმეს მდგომარეობაშია. კომპანიამ განაცხადა, რომ ის მიწისქვეშა სამუშაოებს წყვეტს და ეს ნიშნავს იმას, რომ 3500-ზე მეტი ადამიანი სამსახურს დაკარგავს. ხო, ეს არის წარმოუდგენელი, ჯერ ერთი წარმოუდგენელია, რომ ადამიანებს SMS-ით ატყობინებენ, რომ ისინი თურმე აღარ იმუშავებენ იმ დასაქმების ადგილას, რომელზეც მთელი ქალაქი არის ჩამოკიდებული, იმიტომ რომ ვიცით, რომ ჭიათურაში სხვა ბევრი სამუშაო ალტერნატივა არ არსებობს და მეორე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომპანია აჩერებს სამუშაოებს და მაღაროელებს ხელფასს არ უხდის. ესე იგი, ამ ხალხს 2 თვეა ხელფასი არ აუღია, არ აქვთ საჭმლის ფული პრაქტიკულად და უფრო მეტიც აქვთ საბანკო ვალდებულებები, რომლებსაც ვერ ასრულებენ და ამ შეუსრულებლობის გამო მათი ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. ასე დროს ჩვენ გვაქვს შეკითხვა, რას ამბობს სახელმწიფო, ან სად არის ის, როდესაც კომპანია ერთ დღეს გადაწყვეტს, რომ 3500 მშრომელი და მთელი ქალაქი დატოვოს ულუკმაპუროდ. ანუ ასეთ დროს რას აკეთებს სახელმწიფო, იმიტომ რომ ამ დრომდე ჭიათურელებს არავინ შეხმიანებიათ და ჩვენ არ ვიცით, რა არის სახელმწიფოს პოზიცია. გაგრძელდება ჭიათურაში მოპოვება თუ არ გაგრძელდება, ან საერთოდ რა ფორმით გაგრძელდება, იმიტომ რომ მაგალითად ეს კომპანია, ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია ამბობს, რომ მისთვის მიწისქვეშა მაღაროებში მოპოვება არის არამომგებიანი, თუმცა აპირებს ღია კარიერული წესით მოპოვებას, რაც არის აბსოლუტურად გამანადგურებელი და დამაზიანებელი გარემოსთვის და აქამდე რაც ყოფილა ჭიათურაში, ამას აქვს უმძიმესი ეკოლოგიური შედეგები და ჭიათურელები ამბობენ, რომ
თუ ეს ნამდვილად ასე მოხდება და მიწისქვეშა მოპოვებას ჩაანაცვლებს ღია კარიერული წესით მოპოვება, ცოტა ხანში ჭიათურა საერთოდ აღარ იარსებებს. ამიტომ ეხლა მნიშვნელოვანია, რომ მოკლევადიანად ამ ხალხის სახელფასო დავალიანება დაუყოვნებლივ ანაზღაურდეს, იმიტომ რომ ეს არის გადაუდებელი ამბავი და ასევე მნიშვნელოვანია, რომ გრძელვადიანად სახელმწიფომ გასცეს პასუხი ჭიათურას თუ რა ბედი ელის მათ.